თანამედროვე სამყაროში საკმაოდ ხშირია ავიაკატასტროფები, რომელთა უმრავლესობა ფატალურად სრულდება, თუმცა არის იღბლიანი, უნიკალური შემთხვევებიც და სწორედ ერთ-ერთი ასეთია 2009 წლის 15 იანვარს ნიუ-იორკში მომხდარი ინციდენტი, რომელიც მსოფლიო ავიაციის ისტორიაში ჰუდსონის საოცრების სახელით შევიდა. ფრინავმა კი, რომელმაც 150 მგზავრის სიცოცხლე გადაარჩინა, ნაციის გმირის ტიტული დაიმსახურა. სარკინიგზო და საავტომობილო გადაზიდვების გვერდით სამოქალაქო ავიაცია ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო სატრანსპორტო საშუალებაა, რადგან მრავალგზის ტესტირების წყალობით შესაძლებელი გახდა კატასტროფების მინიმუმამდე დაყვანა, თუმცა ექსტრემალური შემთხვევებისგან, რომელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო თვითმფრინავის წყალზე დაფრენა ითვლება, ყოველთვის ვერ ხერხდება თავის დაღწევა. ტეხასელი მოზარდი ჩელსი სალენბერგერი, რომელიც საკმაოდ ადრეულ ასაკში გახდა ქალაქ მენსის ინტელექტუალთა საზოგადოების სრულფასოვანი წევრი, ავიაციით 16 წლის ასაკში დაინტერესდა და ცნობილი აეროკლუბის რიგებშიც ჩაეწერა. მერე კი მფრინავის პროფესიის სერიოზულად შესწავლა გადაწყვიტა და 18 წლის ასაკში შეერთებული შტატების სამხედრო საავიაციო ძალების აკადემიაში ჩაირიცხა, რომელიც რამდენიმე წელიწადში ყველა შესაძლო ჯილდოთი და უმაღლესი კლასის მფრინავის კლასიფიკაციით დაასრულა. არმიაში 7 წლიანი სამსახურისა და ურთულესი საბრძოლო დავალებების წარმატებით შესრულების შემდეგ სალენბერგმა სამოქალაქო ავიაციაში გადაინაცვლა, სადაც საკუთარი სამხედრო გამოცდილებისა და მაღალი IQ-ს წყალობით ავიაკატასტროფების გამომწვევ მიზეზებს იძიებდა. რამდენიმე წელიწადში კი საკუთარი საკონსულტაციო კომპანია Safety Reliability Methods დაარსა. თუმცა საყვარელ საქმეს მაინც არ უღალატა და მთელი 30 წელი სერიოზული ინციდენტების გარეშე იმუშავა ამერიკულ ავიაკომპანია US Airways-ში, სადაც კოლეგების ნდობა და პატივისცემა დაიმსახურა. 2009 წლის 15 იანვარს 57 წლის გამოცდილი პილოტისთვის, რომელიც ერთ კვირაში დაბადების დღეს აღნიშნავდა, ჩვეულებრივი სამუშაო დღე უნდა ყოფილიყო. ნიუ-იორკ, შარლოტა, სიეტლის რეის ფრანგული წარმოების თვითმფრინავი Airbus A320 ახორციელებდა, რომელიც ექსპლუატაციაში რამდენიმე წლით ადრე შევიდა. სისტემატურად გადიოდა გეგმიურ შემოწმებას და ერთ-ერთი ყველაზე საიმედო საჰაერო ხომალდის რეპუტაციით სარგებლობდა. კომპანიონობას სალენბერგერს მეორე პილოტი 49 წლის ჯეფრი კლაიზლი უწევდა, რომელსაც US Airways-ში მუშაობის 23 წლიანი გამოცდილება ჰქონდა, თუმცა Airbus A320 მხოლოდ მეორედ უნდა ეფრინა. თვითმფრინავი, რომლის ბორცეც 150 მგზავრი და 3 ბორტგამცილებელი იყო, ნიუ-იორკის ლაგუარდიის აეროპორტიდან ცუდი მეტეო პირობების გათვალისწინებით რამდენიმე წუთის დაგვიანებით აფრინდა და თითქმის მაშინვე განიცადა კატასტროფა. ჩიტებთან შეჯახება სერიოზულ საფრთხეს უქმნის ნებისმიერ პილოტს და სწორედ ამიტომ ყველა აეროპორტს ფრინველის განდევნის სპეციალური სისტემა აქვს, თუმცა Airbus 320 არა ერთ, არამედ კანადური ბატების მთელ გუნდს გადაეყარა. ვერ შეძლო გვერდის აქცევა და აფრენიდან დაახლოებით 90 წამში, როცა თითქმის 800 მეტრის სიმაღლე აკრიფა, ფრინველთა გუნდს ემსხვერპლა. მართალია ძრავის მწყობრიდან გამოსვლა ნებისმიერ შემთხვევაში სახიფათოა, მაგრამ ექსტრემალურ პირობებში თანამედროვე ავიალაინერს ერთი გამართული ძრავითაც შეუძლია ფრენა. იმ ავბედით დღეს კი ბატებმა ორივე ძრავა დააზიანეს და მგზავრებმა ჯერ ყრუ დარტყმების ხმა გაიგეს, მერე არასასიამოვნო სუნი იგრძნეს, ზოგმა კი ილუმინატორიდან ცეცხლმოკიდებული ძრავებიც დაინახა. სიტუაციის შეფასების შემდეგ სალიმ ავიადისპეჩერს ნიუ-იორკის აეროპორტის დასაფრენ ბირიქზე დაჯდომის ნებართვის თხოვნით მიმართა, თუმცა ცეცხლის ალიმდენად სწრაფად ვრცელდებოდა, რომ პილოტი მიხვდა აეროდრომზე დასაბრუნებლად უბრალოდ დრო აღარ ეყოფოდა. მეორე შესაძლო ვარიანტი, რომელსაც პილოტი და დისპეჩერი განიხილავდნენ, უახლოეს ტეტერბოროს აეროპორტში დაფრენა იყო, თუმცა გაჩნდა ეჭვი, რომ თვითმფრინავი ვერც მეზობელ ქალაქამდე შეძლებდა მიღწევას. ფრინავმა შესაფერისი მოედანი აღმოაჩინა ახლო მდებარე პარკში, რომელიც თავისი ღია სივრცისა და უზარმაზარი ტერიტორიით ზუსტად ერგებოდა A320-ის გაბარიტების თვითმფრინავს, თუმცა დისპეჩერმა არ მისცა სალენბერგერს ჩანაფიქრის განხორციელების უფლება, რადგან პარკში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა მძიმე ტექნიკის გამოყენებით. სტაჟიან პილოტს არჩევანი არ ჰქონდა და მეტად სარისკო გადაწყვეტილებაც მიიღო. ლაინერი სამხრეთისკენ მიებრუნა და გეზი ჰუდსონის მდინარისკენ აიღო. სალენბერგერმა სხვებზე კარგად იცოდა, რომ წყალზე დაშვება ძალიან რთული სახიფათო იქნებოდა და შეშინებულ მგზავრებს ჯერ შექმნილი სიტუაციის შესახებ აცნობა, მერე კი მაქსიმალურად ფრთხილად მოუწოდა. მოემზადეთ დარტყმისთვის, ჩვენ წყალზევე შვებით.
მთავარ სირთულეს ავიალაინერის კონსტრუქცია წარმოადგენდა, რადგან მისი ძრავები ფრთების ქვეშ იყო მოთავსებული და წყალზე დაშვებისას სალენბერგს პირველ რიგში სწორედ ძრავები უნდა დაეცვა წყალთან შეხებისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში თვითმფრინავი სწრაფად ჩაიძირებოდა მდინარეში, თუმცა პილოტმა პრაქტიკულად შეუძლებელი შეძლო. ბალანსი გაასწორა და ამერიკის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობის ჯორჯ ვაშინგტონის ხიდის გვერდის ავლით მინიმალური სიჩქარით დაეშვა და ავიალაინერი წყლის ზედაპირზე გააჩერა. მართალია თავიდან მასიურ თვითმფრინავს მცირე ზომის ნაწილები მოწყდა და წყლის შეფებით დაიფარა. მდინარის ნაპირზე თავმოყრილ ნიუ-იორკელებს კი მოეჩვენათ, რომ თვითმფრინავი დაიმსხვრა ანეც წყალში ჩაიძირა, მაგრამ ძალიან სწრაფად გაირკვა, რომ მფრინავმა წარმატებით განახორციელა ექსტრემალური დაშვება და კატასტროფის თავიდან აცილებაც მოახერხა. თუმცა მგზავრების სიცოცხლე ჯერ კიდევ საფრთხეში იყო, რადგან თვითმფრინავი, რომლის სალონი წყლით ივსებოდა, დიდხანს ვერ შეძლებდა ზედაპირზე ტივტივს და ისიც გაურკვეველი იყო, ჩაიძირებოდა თუ უბრალოდ აფეთქდებოდა. მგზავრებმა საავარიო გასასვლელიდან სცადეს თავის დაღწევა, თუმცა გასაქცევი არსად იყო, რადგან თვითმფრინავი მდინარეში ტივტივებდა. იანვრის თვეში ცივ წყალში ბანაობა კი ისედაც დამფრთხალ ადამიანებს ტიტანიკის მგზავრების ბედის გაზიარებით ემუქრებოდა, რომელთა უმრავლესობა სწორედ წყალში გაიყინა. არანაკლები შოკი განიცადეს ნიუ-იორკელებმა, რომელთაც თვითმფრინავის კრიტიკულ სიმაღლეზე ფრენა 11 სექტემბრის ცნობილი ტერორისტული აქტი გაახსენა, თუმცა როცა ავიალაინერის ფრთებსა და სახურავებზე ამძვრალი მგზავრები დაინახეს, ადგილობრივ პოლიციასა და სამაშველო სამსახურთან ერთად თვითონაც დაიძრნენ დაზარალებულების დასახმარებლად, მით უმეტეს რომ თვითმფრინავი სწრაფად იძირებოდა. საბედნიეროდ ევაკუაცია ოპერატიულად განხორციელდა და ავიაკატასტროფა მსხვერპლის გარეშე დასრულდა. 150 მგზავრიდან 83 დაშავდა და მხოლოდ 5-მა მიიღო მძიმე დაზიანება, დანარჩენები კი მსუბუქი მოყინვით გადაიყვანეს კლინიკაში. ჩელსი სალენბერგერმა, როგორც გამოცდილმა კაპიტანმა საჰაერო ხომალდი ყველაზე ბოლოს დატოვა, როცა სალონი გულდასმით შეამოწმა და დარწმუნდა, რომ ბორტზე აღარავინ იყო. Airbus A320, რომლის აღდგენა შეუძლებელი აღმოჩნდა დღეს ქალაქ შარლოტას, კაროლინას ავიაციის მუზეუმის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ექსპონატია. ჩელსი სალენბერგერი კი სწრაფად იქცა ამერიკის ნაციონალურ გმირად და ნიუ-იორკის მერისგან ქალაქის სიმბოლური გასაღებით ჩაიბარა. ექსპერტთა ნაწილის მტკიცებით კი თითქოს თვითმფრინავის სხვაგვარად დაშვება შეიძლებოდა და პილოტმა გაუმართლებლად ჩააგდო მგზავრების სიცოცხლე საფრთხეში. ხანგრძლივმა გამოძიებამ უპასუხა, რომელმაც დაადასტურა, რომ საკუთარი მდიდარი გამოცდილებისა და აუღელვებელი მოქმედების წყალობით სალენბერგერმა მართალია სარისკო, მაგრამ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო.